ბრალდებების ფონზე წარიმართა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა. თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და ბორდის წევრებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მოსაზრებების მოსმენა მოუწიათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირველი არხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად არ აშუქებს. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა მოამბის წამყვანმა ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა. ჟურნალისტმა თქვა, რომ ხალხის ფულით დაფინანსებულ არხზე საზოგადოების ხმა არ ისმის. ის უარყოფითად აფასებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის როლსაც და ამტკიცებს, რომ როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევდა, მაღლაფერიძე ამ დროს საეთეროში იმყოფებოდა, რისი უფლებაც არ აქვს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ამ ბრალდებას სხდომის ბოლოს უპასუხა. ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში. მარტივად დასადგენი ფაქტი არის, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. ეგ სხვა საკითხია, რა საკეთებდა. აქვს თუ არა მას უფლება თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში. ესეც ჩვენი ტერმინოლოგია არის, როდესაც ერთი კამერის პირდაპირ სტრიმი გამოდის პირდაპირ ეთერიდან და მეორე კამერი შედის. აქვს ამის უფლება, არავითარ შემთხვევაში არ აქვს. გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს. ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე. ეს იყო სწორედ ის პირველი აქციის დღე, თუ გახსოვს და როდესაც მე სახლიდან გამოვიდეს ტელევიზორში, რასაც უყურებდი და მე ხარ დავიწყებდით ჩვენ დალეწილ ჟურნალისტებს როგორ ვეძებდით და პოლიციაში და ასე შემდეგ და რასაკვირველია საეთეროში შევდიოდით, იმიტომ რომ იქ ბევრი კადრები მოდიოდა და მთლიანად რო დაგვენახა აქეთ-იქიდან რომ როგორ იყო. ეხლა ის ამბავი თქვენ შეიძლება ბევრმა იცოდეთ, ბევრმა არ იცოდეთ და ის რომ მე აქედან ის ჩართე და ეს ჩართე, ახლა ეს ჯერ ერთი არც კომპეტენცია მაგარც ვიცი და ეგ ახლა მაგის არის და ახლა თვითონ იმდენი იცის და მის სინდიზე იყოს, რასაც ამბობს. თავდაპირველად დაინტერესებულ პირებს საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელს. მოგვიანებით ვასილ ივანოვ ჩიქოვანი, ნინო ზაუტაშვილი, გიგა კიტია და პროტესტის მხარდამჭერი სამი მოქალაქე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შენობაში მაინც შეუშვეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს პრიორიტეტებში უწერია, რომ ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას უნდა უზრუნველყოფდეს და როგორც 42 პარალელი, ისე თლიანად თქვენი პოლიტიკა პირიქით ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი არის. ამიტომ ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება, ეს არის თინათინ ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და მე პირდებით, რომ ეს პროტესტი მიაღწევს ამას, ისევე როგორც თლიანი პროტესტი გაიმარჯვებს. როგორ მოხდა, რომ ყველაზე მდიდარმა ტელევიზიამ ჩვენს ქვეყანაში აქციების მიმდინარეობის განმავლობაში, მთელი დეკემბრისთვის განმავლობაში, როდესაც მე პირადად და ძალიან ბევრ პროტესტის მონაწილეს ეშინოდა ფეხით სახლში უსაფრთხოდ მისვლის და ქუჩაში გადაადგილების, როდესაც შეიქმნა საფრთხე, რომ სრულიად ჩამოიშალა სახელმწიფო ქვეყანაში და არც ერთი სტრუქტურა და არასრულებდა თავის მოვლენებს და პოლიცია ვერ მუშაობდა. უბრალოდ პოლიცია გახდა საფრთხე მოქალაქეებისთვის. როგორ მოხდა, რომ ჩვენმა ტელევიზიამ, ხალხის ტელევიზიამ, რომელიც ხალხის ფულით არის დაფინანსებული, ერთი კადრის გადაღებაც ვერ მოახერხა იმ ძალადობისა, რომელსაც აღწერდა ყველა სხვა ტელევიზია ქვეყანაში აბსოლუტურად, რომლის უამრავი მასალა არის აგროვებული და რომელიც მოქალაქეებმა მოახერხეს ამ მასალის აგროვება. სხდომაზე კრიტიკული შეკითხვები დასვეს ბორდის წევრებმა, რომლებიც ოპოზიციის კვოტით არიან არჩეული. არხის დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს არაერთ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია. ძალიან გაკურებული ვიყავი, რა უნდათ ამ ადამიანებს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს, აკრიტიკებდეთ და ეხლავე გიდასტურებთ, რომ არ მარტო ეხლა, ბევრი წელი რო გავა და კიდე უფრო ისეთი მაღალი ხარისხის დემოკრატია გვექნება, მე რწმუნდეთ, რომ კიდე ამაზე მეტად კრიტიკული იქნებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ზუსტად იმავე დღეს არ ვადარებ, მაგრამ მე მაინც დასავლური მედია სტანდარტებს ვწორდები, ეს არის ჩემი ძლიერი მხარე, მე ესე მიმაჩვენე, თქვენ შეიძლება სხვანაირად მიგაჩნდეთ. BBC-ს წინ საღებავების შეასხეს BBC-ს, იმიტომ რომ პალესტინას ისე დროს არ უთმობდა, როგორცაც უთმობდა. არც იქ იყო მენეჯმენტი ჩასული სხვათა შორის და არც იქ შეუშვეს მოქალაქეების შენობაში. განსხვავებით პირველი არხისგან, მე ამ გადაწყვეტილებით, რომელიც სხვათა შორის ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მიიჩნევს შეცდომად, შეიძლება სხვამაც მიიჩნიოს, აქვე ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ქონდა ეთერი, არავის ქონდა მოსაპოვებელი. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის 1100 თანამშრომლის აზრი და გთხოვთ გაუწიოთ ამათ. ეხლა ამას ხმამაღლა ვამბობ, აქ არიან ყველა. რატომ აწარმოებთ ანტიდასავლურ პროპაგანდას? აი, პირადად თქვენ, რატომ სვავთ კითხვის ნიშნებს, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო
ევროკავშირში დღეს. აი აქვე რომ მიპასუხოთ, რომ მე აღარ გადავდოთ, აი ეს ამიხსენით და ანუ კანონდარღვევა გვაქვს სახეზე. აი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში და საერთოდ რაც შეეხება გვიმრაძეს, გიორგი გვიმრაძესთან გადაცემებში მიმდინარეობს აღვირახსნილი რუსული პროპაგანდა. ყოველი მისი გადაცემა ეს 52 პარალელი იქნება, თუ რა ერთხელ აი სულ ხო პრორუსი ხალხი მოყავს იქ, მაგრამ ამას გარდა არც ერთხელ არ მოუწევია ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროდასალურ ინტერესებს. კაბლადოლია მე არ ვაპირებ პასუხებს გაცემას, არა მაქვს პასუხები მართალი გითხრათ. რატო არა გაქვს პასუხები? იმიტომ რომ დააბრალეთ ჩემს გდებოდ გონება ჩლუნგობას, აზრი ვერ გავამაქვს თქვენი კითხვებიდან. მიჭირს აზრის გამომტანა. აი ეგ არის რა, აი ეს არის ამათი სახე რა. ბორდის სხდომის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც მაუწყებლისგან ითხოვდნენ მიუკერძებლად გააშუქოს სახალხო პროტესტი და მოქალაქეებზე პოლიციის ძალადობა, ასევე სათანადო დრო დაუთმოს საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების გაშუქებას.